იცით, თავიდან მეგონა გრიპი. სიცხე არ ქონდა. ხო, 1000 ვირუსია ქალაქში და ვიფიქრე, უსიცხო გრიპი აქვს თქო და. შეიცვალა საერთოდ. აი რადიკალურად შეიცვალა ბავშვი. პირველად რაც მე დავინახე მაგალითად, აი ეს იყო დილით რო გამოვედი და კედელზე ახალ გარემონტებული სახლია, ძლივს გავარემონტეთ სახლი და კედელზე ეს წარწერა ქონდა გაკეთებული. რაღაცა ის საღებავით ქონდა დაწერილი, აი რო. ხო, საღებავით. დაწერა, ვერც გამოვთხოვდი. ქარძნები მუწებს. და თავის ოთახში, ნუ ჩეგევარას ახლა სხვათა შორის ხედავ ხოლმე ქუჩაში რომ აცვიათ მაისურებზე, ახატიათ ეს ჩეგევარა, რატოა მოდაში ეს ჩეგევარა, ჩვენთან ვერაფრით ვერ ხვდები და მაგრამ რომ მიაყოლა იმას, კაცო. კედელზე მარქსი, ლენინი, ენგელსი, წითელი ყელსაბამები. ესი, წითელი ყელსაბამები რა ქვია? ყელსაბამები გავგიჟდი. სად ვარ მეთქი ვიფიქრე. ძალიან უცნაურია სხვათა შორის. რა გვიქნეთ, ბავშვებისთვის მართალია ძალიან გვინდოდა რომ მხატვარი გამოსულიყო, მაგრამ ესეთი არაფერი მინახია. იცით, არასოდეს ახლა სახში ამ თემებზე არასოდეს არ ქონია ლაპარაკი და არც პროპაგანდა არ ყოფილა ჩვენ ოჯახში საერთოდ არც კომუნიზმის და არც ახლა კი ვიყავით ახლა კონკავშირებიც ვიყავით პიონერებიც ოქტომბრევლიც, მაგრამ ამ თემაზე ახლა საერთოდ აღარ ვილაპარაკია. ამ დამოუკიდებლობის მერე რაც გახდა ის ქვეყანა, საერთოდ ამ თემაზე არც ვილაპარაკია ოჯახში და შოქში ვარ. საიდან შოქში ჩავარდით, იცით რა დღეში ვიყავით. ეხლა ასე ადვილია მოსაყოლად, მაგრამ მაშინ ძალიან რა ვქნა, ღამე ადგომა დაიწყო. ვაიმე ხო. ჩვენ ყურადღებით ვიყავით, რა თქმა უნდა, მის მიმართ, მაგრამ ესეთი არაფერი გვინახია, აი. თავიდან ვიფიქრეთ, ბოდავს რაღაცა იმის გვარ ჟორჟოლიანს იძახდა. ნოე ვიფიქრე. მე ნანუკას ვფიქრობდი, ნანუკა შოუს ხო არ უყურებს და იქიდან რაღაცა ფსიქოლოგი. მე ჩავეკითხეთ, ხო, ჩავეკითხე, მამა მე უთხარი, ვინ ჟორჟოლიანი? გია. ვინ არის ეს გია? გია. ნუ გადავწყვეტეთ მე რომ რაღაცა ჩარევა იყო საჭირო და ნუ თავიდან ფსიქოლოგთან წავიყვანეთ. ყველა ექიმი მოვირბინეთ. არა, ჩემი პაციენტი არ არის, ჩემი პაციენტი არა, ყველა ასე ამბობდა გადავუღეთ ეხოსკოპიას. ბოლოს გერმანიაში რო აგზავნიან ანალიზებს. ნუ ცოტა თანხებთან იყო ეს დაკავშირებული, მაგრამ შვილია, თქვენი შვილი რო იყოს, როგორ მოიქცეოდა. მოკლედ გავაგზავნეთ. და დადებითი პასუხი მოვიდა იქიდანაც, რომ არაფერი ისეთი პრობლემა არ არის. ვერ მივხვდით რა ჭირს. ზონდიც კი გადავაყლაპეთ. მეზობელმა მითხრა, რომ სართიჭალაში არისო, ისეთი კარგი მკითხავიო და წადიო, ნახეო იგება რაღაცა იმ პერანგი წაუღეთ, ძველი პერანგი. ხო, თვითონაც წამოყვებოდა აბა და. არა, ეგ რო გვეთქვა, მოლოტოვის კოქტეილი შემოგვიგდებდა. ისიც რაღაცა არ ვიცი, ხა შეილოცა იმან თუ რა გააკეთა რაღაცა ამ კაცმა და არ ვიცი, ისიც მე არ მჯერა სხვათა შორის ესეთი რაღაცეების, მაგრამ მაინც ღმერთმა ყველას უშველოს, მაგრამ ჩვენ მაგისი არ მჯერა. რატო ეხა პრინციპში ქეთინოს ხო უშველა კაცო. დიდი ხანი არ ყავდა შვილი და ამ კაცთან იარა და ერთ თვეში დაურსულდა მერე და ყავს ეხლა გადასარევი. ხუპები გაუჩნდა. არა, უნდა მოყვე რა. კი, უნდა მოყვე. მანქანა მყავს. და ამ მანქანის დაყენების პრობლემა მქონდა ყოველთვის. რაღაცა სესხი ავიღე. ლატარია ვითამაშე შევაკოცეთ რაღაცა და გარაჟი გავაკეთეთ ესეთი ეზოში. გარაჟი შევიძინეთ მოკლედ და მანქანა შევაყენე დაწყნარებული ვიყავ. ერთ შვენიერ დღეს დილით გამოდივარ. მივდივარ ამ ჩემ გარაჟთან და რას ვხედავ? მანქანა გარეთ არის გამოგდებული და შიგნით ხდება რაღაცა რიარია ერთი ამბავი. აწერია შტაბი. ზემოდან გამოვიყვანე ჩემი შვილი, შვილო, რა ხდება მე უთხარი. გარაჟია, მამა, ეს ჩემი გარაჟია. რა? გამოვიდნენ დანარჩენებით, ესეთი გაყინული სახით, გაყინული თვალებით მიყურებდნენ და ამ ჩემმა შვილმა ხმამაღლა გამომიცხადა. ამხანაგო მამა, კერძო მესაკუთრეობა მორჩა, ყველაფერი გადავიდა ხალხის ხელში. მე მეგონა ხუბრობდა ნუ რაღაცა. რა ხალხის ხელში შვილო, ვიფიქრე, ბაგერ მურაბა თუ გინდა წაიღე და ჩემია ეს გარაჟი, მოკლედ გიზდავენ მსგავს.
მე ღმერთი გაახარებს ნუნუკას, არაჩვეულებრივი ქალია, ჩემი ბუღალტერია და ყოველ წელს ისვენება ხოლმე ლიგანში. აგარაკი აქვს. ძალიან კარგი და იქ უსწავლებია ვიღაცას, მოკლედ რომ გირჩის მურაბა შველი სამამბავსო. მის შვილსაც ეს პრობლემები აქვს, არ ვიცი ეს რა არის, ასაკობრივია, ერთი ასაკის არიან. ერთი ასაკის არიან და ეთყობა ასაკობრივია. ოღონდ უნდა იყოს აუცილებლად თურმე ბაკურიანის. ხო, სურამისაც არსებობს, ოღონდ სურამი მარტო ბრონხებშვილის. ხო და ის წავედით ახლა სპეციალურად ამ ბაკურიანში, კაცო. წავედით და ჩამოვიტანეთ იქიდან ეს გირჩის მურაბა. სპეციალურად ეს პატარა გირჩები როა. პატარა ესეთი აი ეს გირჩებია. გაგვიძალიან და სხვათა შორის არ ჭამდა. არ ვიცოდით რა გვექნა. და ბოლოს რაღაცა ლონდონში გაგიშოქა. ლონდონში უნდა. მარქსის საფლავზე რაღაცა სულ დაჭემებული აქვს სულელივით ეს რომ მარქსის საფლავზე უნდა ლონდონში წასვლა. ხო და შევპირდით. შეჭამ. დაჭამე და აი ერთი ისიც არ ქონდა დამთავრებული. ერთი კილა. აი რადიკალურად შეიცვალა ეს ბავშვი რა. ეუბნები. აი არ დამიჯერებთ, ახლა არ არის აუცილებლობა. აი გირჩის მურაბა. მოვიარეთ სადა ქვეყანა არ დავტოვეთ. ამ ხანაგო მამას აღარ ამბობს. მამა, დედა. ჩამოხსდა სურათები გააკრა ილია, ვაჟა აკაკი. ხო. ეს რა ყოფილა ეს გირჩის მურაბა? ესე იყო ეს ამბავი.